გამარჯობათ ხალხო. როგორ ხართ? როგორ ხართ? როგორ გავასწორე? როგორ გიკითხოთ? რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი? ჩვენსკენ ისეთი არაფერი. ცხელა. კითხვა პასუხია? კითხვები გვაქვს. 10 კითხვა გვაქვს. და გავცემ პასუხს. შენი საყვარელი საქმე. პირველი კითხვა. ჩემი საყვარელი საქმე. ვიდეოების გადაღება. ყველაზე პირველი საქმე. ზოგადად კონტენტის შექმნა. მეორე. შენი საყვარელი ქვეყანა. საქართველო. და მე სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა. პირველი საქართველო ჩვენთან. რა გინდოდა გამოსულიყავი, რომ გამოსულიყავი ბავშვობაშიო. ბავშვობაში პოლიციელობას რა უნდა პოლიციელობა მინდოდა. რა უნდა გამოხედოდა პოლიცია. ო. რას ფიქრობ LGBT ადამიანებზე? არაფერს. კარგს, ყველაფერს კარგს. მეც არაფერს. ყოველ შემთხვევაში ცუდს არაფერს და თავის აზრია. რის ბიზნესი გექნებოდაო? რა ვიცი გააჩნია. ბიზნეს გააჩნია, ხლა რისი ბიზნესი. მე მაგარად ხელა ხალხო ვერ ვლაპარაკობ. ვეღარ ვაზროვნებ უკვე. რის ბიზნესი მექნებოდა? სხვათა შორის. რა ვიცი, გააჩნია ახლა, რა ვიცი ახლა აზრად რის ბიზნესი გექნებოდა ახლა ისეთი. აბა რა ვიცი. აბა თქვი. რო ვერ უნდა საქმე სწორედ მაგაში. რატო? გავშტერებული ვთავარ ხალხო. ცხელა და ვეღარ ვაზროვნებ უკვე. ბიზნესზე არც ფიქრობს გიორგი, რა ვიცი. ჰა? რის ბიზნესი? ბიზნესი არ არის ქათმების გაყიდვა. აი, ფერმა. ქათმების ფერმის ბიზნესი. ბიზნესია ეგეც. თქვა. არა, ეგ არ მექნებოდა. არა. ეგ იმიტომ რომ ის არის რა ქვია, რაც ცხოველების მკვლელობას და იმას ეხება არ მექნებოდა. მაღაზიის ბიზნესი. მაღაზიათა ქსელი მაგალითად. ხო. ქსელების მაღაზიათა ქსელი. კიდევ რამე საინტერესო, რა ვიცი, რაღაცა მექნებოდა. მაღაზიათა ქსელი რა. რა მეექვსე კითხვა. რა არის ისეთი რამ რაც ადამიანება არ იციან შენზე? არაფერი. ისეთი რა რას გააკეთებდით $1 მილიონი რომ გქონდეს? $1 მილიონი რომ გქონდეს, ყველაფერს გავაკეთებდი აბსოლუტურად. პირველ რიგში რას გააკეთებ? რისი გიშინია ყველაზე მეტად? ბევრი რამის მეშინია. ბევრი რისი? ობობის ქსელების ობობების მეშინია. კალიების. პანიკური ფობია მჭირს. კალიების. იმების რა ქვია. შავები რო დარბიან ხოლმე ფო. შიშკი არა გეზის ღება. იმისი. ტარაკა. ტარაკნების.
და გველების. და ყველაზე მეტად პირველ რიგზე დავაყენებ თაგვებს და ვირთხებს. რა არის შენთვის ბედნიერების ფორმულა? ბევრი რამე. ბედნიერების ფორმულა არის საერთოდ ადამიანის ცხოვრებაში ბევრი რამე. ჯერ პირველ რიგში ის რა ქვია ადამიანები წესიერები რომ იქნებიან კი ადამიანები პირველ რიგში ბედნიერები მაშინ ვიქნებით რომ ადამიანებმა ერთმანეთის გაგება ვისწავლოთ ერთმანეთის პატივისცემა ვისწავლოთ დაფასება ვისწავლოთ პირველ რიგში მაშინ ვიქნებით უფრო ბედნიერები. როგორ გარემოში გრძნობ ყველაზე მშვიდად თავს? ჩემს საკუთარ სახლში და ჩემს საკუთარ ოთახში. გრძნობ ყველაზე მშვიდად და კარგად თავს. სხვაგან არსად. მოხჭო? ხო, დამთავრდა კითხვები. ხო, ყველაზე კარგი არის სახლის საკუთარ სახლში ყველაზე მეტად საკუთარ სახლში გრძნობ ადამიანი მშვიდად და და კარგად თავს. კომფორტულად. ნებისმიერ რაღაცაში შეიძლება კომფორტულად იგრძნო თავი, მაგრამ როგორც რომ საკუთარ სახლში რომ მოხვალ და შენ სახლში რომ შემოხვალ და გინდაც ეზო იყოს, გინდაც კორპუსი იყოს, გინდა რაც გინდა იყოს, მაინც მშვიდად გრძნობ თავს შენ გარემოში, შენ სახლში. რომ ის სახლი არის ზოგადად შენი პირადი სივრცე და შენი ბუდე, აი შენი საცხოვრებელი ადგილი, შენი სადაც დაიბადე, სადაც გაიზარდე, ხო, სადაც გაქვს ფესვები. კი, რა თქმა უნდა. ეგ არის ყველაზე პირადი სივრცე. ადამიანის პირადი თქვა ისა რა ქვია, მშვიდი სივრცე და კარგი სივრცე. გრძნობა. ნებისმიერ ადგილზე შეიძლება კარგად იგრძნო თავი. შეიძლება ადამიანმა სახლში არა და სხვაგან იგრძნო თავი კარგად და დაცულად. რა იცი? ვინ როგორ? და კიდე ელემენტარი დაცვას. აი სახლში რომ დაცულად ხარ, არსად არ ხარ ასე მგონი ადამიანი. პირადი შენ სახლში. აი მე ეგეთი აზრი მაქვს და ეგეთი ისა მაქვს. რა ვიცი. პირადი სივრცე, პირადი ცხოვრება, პირადი გაგება, რა ვიცი, ადამიანმა ერთმანეთს უნდა გაუგო, როგორც ოჯახში უგებთ ერთმანეთს, ისე სხვაგანაც უნდა გაუგო, მაგრამ მეტიწილად შენ ოჯახში უნდა იყო, რა ვიცი, მე ესე ვარ, რომ მოვდივარ ჩემს სახლში ნებისმიერ ადგილიდან, ყველაზე მეტად ჩემი ოჯახში ვარ დაცულად და კომფორტულად გრძნობ თავს. ხო მართალი არა ხარ? მართალი არა ვარ? მართალი არა ხარო თქო. რა ეგრეა და ვის როგორ არაია რა ფორმაზე, რა ზომაზე, რა ვიცი. ერთი ეს არის 40-ზე ზევით იყო გუშინ სიცხე. დღესაც იგივეა. დილას ცოტა წვიმდა, წეღანა რომ ხელა ქუხილი იყო და მე უცოდ გამოვიდა ამინდი. ხო, რომ ხელა ქუხილი იყო, მე ყველაზე იყო გაიგონე. იმას ჭანდი, გავიგონე ყრუკი არა შენს კიდე აბა. იმას ჭანდი რა ქვია. დევს და კინავა ჩანგალი გადამეყლავა. თან პანჯარასთან მიჯექი. რა ქუხილი იყო, მაგრამ მე მეგონა დასცხებს და ვსიო თქვა, მაგრამ რა დასცხებს, აჰა, დავიგუდენით. ცოტა ოდნავ გაძვინდა. მეტი არა.
წუხელაც წვიმა ყოფილა. წუხელი დილითაც იყო. რო გამოვიდი გარეთ ქარი იყო. დილით საღამოზე წუხელი. შუღამისას გამოვხდი გარეთ. რომ მოვი. და ელემენტარული ქარი, სიცხე. ცოტა ნიავი მაინც იყოს, ახლა ძალიან ქარი არ ქარი იყოს, ქარი. ნიავი როა აზრი არ აქვს, იმიტომ რომ მაინც თბილი ჰაერი მოაქვს. ქარი რო ამოვარდეს, ნორმალური ქარი, კარგი იქნება უფრო. ქარის იმისი ნიავის ამოვარდნას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ თბილი მოაქვს მაინც. დღეს 6 საათისთვის სამსახურში წავალთ. ავართ. ჩამოვალთ. უიდაჭდა ეს. წადი მე შეუერთდი. წადი. და თორს გაგიცი. ხოდა ეგრე. წავალ შევაერთე. წადი შეუერთდი და მოდი. ეგრეა ჩვენი საქმე. რა ვიცი. კიდე კითხვა იყო, რაჭაში დასასვენებლად მიდიხარო. რაჭაში მინდა წასვლა ხალხო. დაგინდა დაუწერე იქ. რაჭაში მინდა წასვლა. რაჭაში. კაი იქნება. მინდა და. ხო და ზოგადად. ეგრეა. რაჭაში გვინდა წასვლა. ერთი კვირა მაინც რა. რომ ცოტა რაღაცა განვიტივთოთ, რაღაცა გავაკეთოთ. ხანა რაღაცას გამოვედი ხალხო და რო გამხევია ეს ადგილი. რაღაცა განვიტივთოთ, რაღაცა თქვენც ასევე განვიტივთოთ, განიტვირთოთ და ასე. ნახოთ, ჯერჯერობით ზუსტად ვერ დავაზუსტეთ, გვინდა წასვლა ნამდვილად, გულით გვინდა, მაგრამ თუ რაღაცა ისეთი არ მოხდა რამე, თავისთავად ვერ იზამ ადამიანი თუ რაღაცა უმსხავსო თუ არაფერი მოხდა. და წინასწარ კიდე აი თქმა ძნელია, იცი. ეხლა ამ თვის ბოლოს გვინდოდა ნამდვილად აი აგვისტო. ეხლა რა აი ამ დღეებში რა ამ თვის ბოლოს გვინდოდა წასვლა. ამ თვის ბოლოს რომ ბარემ წავალთ, მოვილებთ იქაობას, ჩამოვალთ. და გამოჩნდა ის რა ქვია სამსახური თავისთავად დაგვიძახეთ ჩვენ სამსახურში. და ეხლა ვერ დავტოვებთ სამსახურს იმის გამო რომ რაჭაში წავიდეთ, ხო? და წიწილად მოვჩებით და ჩავაბარებთ. მერე წავალთ ალბათ. ხო გი. მაგრაც ხელა რაჭაში ციცხე არისო. ალა დილა საღამოს მაინც სიგრილია. და რა ვიცი, ეს იგრია ჩვენი საქმე. სამსახური ეს გარეშე არაფერი არ იქნება ადამიანი რო არ იმუშაო და არ იმსახურო და არაფერი გააკეთო ელემენტარული ცოტა თუ ბევრია მაინც რო არ იმუშაო რა უნდა ქნას ადამიანმა ხო ვერ იზამ ვერაფერს რა იქნება და როგორ იქნება რანაირად იქნება და რანაირად მოხდება ჩვენო მეორე გოგო იუთუბერია ნამდვილად იმაზე დღეს გუშინ ვიდეო დადო რა ვიცი 42-დან 43 გრადუსამდეა არის სიცხე მაგრამ თუ გამომწერები არ მომემატაო დავტოვებო იმას რა ქვია აბა რა სიზავს აბა გამომწერები თუ არ მომემატა რა თუნდა ტყუილა რომ ვიდეოები იყოს
და საქართველოში ჩამოვარო მე გავაგზელებო და ისე ყოველ დღე რო გადაიღოს თითქმის მე უფრო ის არის რა ყოველ დღე ვერ მოახერხეს ბებოსთან. ხო ისე ძნელია როცა მუშაობს ადამიანი და აი ხანდახან აი ხალხო აი ხანდახან ვფიქრობთ რომ აი კონტენტი რა უნდა შექმნა როგორ უნდა გააკეთო რა უნდა გააკეთო ძალიან რთულია უნდა იზრუნო ხალხზე უნდა გააკეთო რაღაცა არ არის ადვილი. ხო აი რაღაცა უნდა მოიფიქრო რაღაცა უნდა შეადგინო რაღაცა უნდა ქნა ძალიან რთულია ეხლა კი ქალაქში წავალთ ამ დღეებში მაგრამ ჯერ არა ჯერ ჩავარდეს წიწილები რა ვიცი ნელა მოშვებია რა ქვია ეხლა კი ქათავი ვიღას უნდა დასასვენებლად არის წასული ხალხი. ხო მარიამობისთვის ჩამოვახარხი ეკო აგვისტოში ხალხი ჩამოვიდა ჩვენ კი უნდა წავიდეთ ერანაირ პონტია კანონია ზოგი მაშინ მიდის რა ქვია აგვისტოში მიდის დასასვენებლად. კი ახლა ვისაც არ აქვს ვინც ეხლა წავიდა ხო ვინც ეხლა წავიდა ისინი ჩამოვლენ და ვინც არ არის ჯერ წასული ისინი წავლენ და ხო ბრა თქმა უნდა ბრა და სხვათა შორის ეხლა კოტეჯებში რომ მიდიან ხო დღეს ჩემ ბიძაშვილს ველაპარაკე 300 ლარი აჰა 350 მე ძვირია მაინც. თან აუზით თუ არის შიგნი იმ კოტეჯში ხო უფრო ძვირია კიდე ხო ელემენტარული აუზით თუ ძვირია, მაგრამ ეგ არის ძალიან სისულელე. საჭმელს შენ თვითონ აკეთებ და საჭმელი თუ მე ვაკეთე რაღაც მინდა დასვენება. ხო რა ძნელია და ახლა მთელი დღე კიდე ვამდორზე ხوار გადაივლის ხო. სახარწასული ზოგი ერთი კვირით მიდის ორი კვირით მიდის ზოგი თვითაც მიდიან ხოლმე. ეს ორი თვით. ხო ხო და ძნელია იცი და საზღვარგარეთ კიდე იმაშიო რა ქვია ავსტრიაშიო სექტემბრის ბოლომდე დასვენებაა. ხალხი დასასვენებლად არის ალპებში მიდის. ჩვენთან სკოლებიც მალე იწყება და ისინიც რა ქვია სამსახურებიც. ზოგს აღარ ჩაძლევენ შვებულებას არ გეკუთნისო და არ გაძლევენ ზოგი ვერ მიდის ზოგი მიდის ხო ყველა სხვა არ ეკუთნის არა რა ვიცი ეგ არის ცუდი მე შრომის კოდექსის დარღვევა. მაგრამ არ უნდა გაგიკვირდეს. შევურთე ხო. ჩვენი საქმე არ არის შრომის კოდექსის დარღვევა ტურისტი არის და დავანებოთ მაგას თან ელემენტარული არ უნდა დაანებო რომ ანებებთ იმიტომაც გვეტირა ყოფა. ხო მაგრამ რა ვქნათ ხო და ელემენტარული წადი მასქენი ზოგს საშუალებაც აღარ აქვს ელემენტარული რაღაცა უბრალოდ მაგრამ ზოგი ლატარიებს თამაშობს ზოგი იმას თამაშობს ზოგი ამას თამაშობს და ზოგი ფულს აგროვებს მთელი წელი რომ მე დაისვენოს. ხო და აი ადამიანო მე დღეს მოვსმინე იმაში ტელევიზორში შუა დღეში იყო იმედზე ნამდვილად ადამიანს სჭირდება ორგანიზმი რომ სიგნალს მოგცემს აი უკვე დასვენება გჭირდება ორგანიზმზე აი სიგნალს რომ მოგცემს ორგანიზმი გიორგი უკვე რომ არ შეგიძლია აი ვარაუდით ხარ ხო უნდა მივიწვე ყველაფერს თავი უნდა დაანებოს ადამიანმა მაგრამ აი მაგასაც არ ვაკეთებთ სანამ ბოლომდე არ გავხვალ და სანამ ბოლომდე არ ჩაყოდები მანამდე არ ისვენებ ხო ელემენტარულ რომ აი იქანცები გადაკანთვის დაღლა კი არა უკვე დაკანთვის ის მოგდის რა ქვია დრო ხანდახან ისე ვარ ხო ელემენტარული ხარ ხო ხანდახან ისე ვარ რომ აი გადავიქანცები ხოლმე რა აი აღარაფერს თავი აღარ მაქვს ხანდახან და ადამიანი ორგანიზმი რო გეტყვის აი 5 წუთი შეგიძლია 1-20-30 წუთი 40 წუთი მიწვე მიისვენო ის საქმე კეთდება და ადამიანი აღარ მოდის ის საქმე ყოველთვის გაკეთდება დილით გაკეთდება თუ საღამოზე გაკეთდება ეგ გაკეთდება ხო ელემენტარული და აი ძნელია
უნდა მიისვენო ცოტა ხანი. აი მაგალითად პრაგზნიკებზე საჭმელებს რო ვაკეთებ, ხო? აი ადამიანი მკვდარივითა ვარ რა, აი მკვდარივით ხა აღარც ის მინდა რა ქვია. ახალი წელი და ზოგი, აი ტყუილა კი არ აკეთებენ ხალხი წინასა. სანამ ისინი მოვა რა ქვია. ახლა აი დღესასწაულებამდე სანამ. წინასა არ აკეთებენ და მე დღესასწაულებზე აღარ აქვს გასაკეთებელი. ხო, აი ტყუილა კი არ აკეთებენ ხალხი. ძალიან რთულია, იცი? ძალიან აი აღარ იქანცები, იტანჯები, წვალო. ადამიანს რო მე უაზრობაა, ძალიან უაზროდ მიდის ხოლმე მაგალითად ახალი წელი ძალიან უაზროდ მიდის ამ ბოლო დროს. ხო რა. ამ ბოლო წლებში. მეტი გზა არა გაქვს. ერთი პრაზნიკია და მოდი და ნუ გააკეთებ, ხო? უნდა გააკეთო საერთოდ არაფერი. მეტი გზა არა გაქვს, უნდა რაღაცა უნდა მაგრამ აი მე რო გავგიჟდები ხოლმე რომ მაცივარში სატეობა არ არის და თითი შესაყოფი არ არის, ისე ნამდვილად აღარ უნდა გააკეთოს ადამიანი. აი თითს ვერ შედებ მაცივარში, აი თითს. შაშა ნახარწეზე ორი ნამცხარი მქონდა. ორი მქონდა, ხო? ხო, ნაპოლეონი და რაღაცა. მე ვინჭა. საერთოდ არც გიჭამია. ისე გათავდა ხან მოვიდა იმაზე. ხო, ელემენტარული. ამდენ რაღაცას. და დიდად შაშან ახლა ხაწებზე არავინ არ ყოფილა შუთა. ხო, არა. ხო და ელემენტარული გადაკანცვა, დაიქანცები, აღარაფრის საშუალება თავი აღარ აქვს, აღარც გაკეთება გინდა, აღარც გამოცხობა გინდა, აღარც ელემენტარული მარტო ლოგინამდე მიხვიდე და დაწვე, მაგრამ მე გავხდი ცუდად მე. მომწამლა. თუ ვირუსი შეხვდა ვერ გავიგე. ლოგინშიც ვერ ისვენებს ადამიანი, წარმოგიდგენია. აი ზედმეტად რო დავიღლები ხარ ხო, აი თქვენ თუ ხართ ეგრე არ ვიცი. მოგწერეთ თქვითხარ. ზედმეტად რო დავიღლები ხო? ვეღარ ვიძინებ, აი გადაღლილი რო ვარ. ვერ ვისვენებ, თითქოს ვერ ვიძინებ, ვერ ვისვენებ, ვერ მოქმედებ, სანამ ორგანიზმი იმ გადაღლისგან იმას ქნის, რა ქვია, გამოვა. ხო შეიძლება 15-20 წუთია რა. ის ახალი წელი მოვიდეს კაცო. ახალ წელსაც გააკეთე ის რაღაცა ელემენტარული სიტყვაზეა ვიყოთ, ხო? მოვიდეს. მაგრამ არა, მაინდა უნდა იყოს ყველა წერტილი, ყველა ის ახალ წელზე ყველა რაღაცა უნდა იდოს, ყველა რაცა გასაკეთებელი ის უნდა გააკეთო. რო არავინ დამცინოს, არავინ დამძრახოს, რო აი შენ არ გააკეთე და მე სხვას აქ. აი ესეთი ჩვენ არ უნდა გქონდეს ადამიანს. და ბერს არ გავაკეთებო და ქვეყანა კეთდება მე. ხო, ბერს არ გავაკეთებო ხედა და ორი ქვაბი იყო გუშინ წინა ახალ წელზე ის ყველაფერი. დიდ ქვაბში რო არ ჩავიდე, პატარა ქვაბებში ჩავალაგე მე კიდე. არ გავაკეთებ თქო, მაგრამ მოდი და ნუ არ გააკეთო. მე კატასტროფა ფასები ხო ყველაფერს. მაღაზიაში რო შეხვარ, ის სარია ქვია. ლამე ფასების ქარიშ ხალი, მოკლედ იმყელა ფუსთხლი შევდა არც არაფერი გაქვს მოტარინე. ხო და ელემენტარული რო არ გააკეთოს ადამიანმა. აი შენ თვითონ ხარ ისა რა ქვია რაღაცა. აი მე ვარ, რაღაცა საქმე რომ მაქვს, ხარ. რაღაცა საქმე რომ მაქვს და აი არ შემიძლია იმის გაკეთება ცუდად ვარ, თქვათ ან რაღაცა. მაინც ძალით უნდა ვფორთხდე, მაინც ძალით გავაკეთე. აი ვარაუდი, ჩემ თავს ვაძალებ რომ უნდა გააკეთო. უნდა შემოუძახო, უნდა გააკეთო, მეტი გზა არ არის. მაგრამ ესეც არ ვარგა. ის საქმე გაკეთდება და ადამიანი აღარ იქნება. ადამიანი ორგანიზმი სიგნალს მოგცემს რომ დაისვენეო, ესე იგი უნდა დაისვენო. ტვინმაც უნდა დაისვენოს, თვალმაც, ფეხმაც, ხელმაც და ყველაფერი, ხო? მე ვინ დასვენებულზე ადექი გააგზელე შენ ცოტა რაღაცა დაგჭირება. მე მაგალითად საროგარეთ შუა დღეს არც არაფერი აღარ ასაერთო. იკეთება ყველაფერი. კი. იმიტომ რომ ისვენებს ხალხი. 5 საათამდე. ხო. და ჩვენ ფაცაფუცით ის სამსახურში აი დილით რო ვარ ხოლმე და საღამოზეც რო გვიწევს დასვლა. დილიდან ხომ მოვალ დაღლით დაკანცული იქ სამსახურიდან მაინც შროვატევადია რაც გინდა იყოს, ხო ელემენტარული მოხვალ. ხელა გზა ჩამოიარე, მე მოხვიდე სახში. ჯერ აიარო. მე საქმე გააკეთო, მე წამოხვიდე და მოხვიდე სახში.
5-10 წუთი შეიძლება რომ მოხვიდე ცოტა შეჭამო რაღაცა გააკეთო. უნდა ადგე, მეტი გზა არ არის. რაღაცა უნდა მოასწრო წასვლამდე, სამსახურის წასვლამდე. ჩქარა, იქ საჭმელი, იქის. გააკეთო. წახვიდე ის დაღლილი, დაუსვენებელი, წარმოგიდგენია, გადაკანწული. წახვიდე იქ სამუშაოზე და მოვალ მე საღამოზე და ლოგინში რომ დავწევი, ისეთი დაკანწული მაქვს. ძვალი, ხელი, ფეხი, რა ვიცი მე ყველაფერი. ძლივს ხა ვიძინებ ხოლმე, ვერ ვისვენებ ვერაფრით. კაია, არ არის ეს კაი. შენ თავს უნდა მიხედოს ადამიანმა ყოველთვის ეგ არის, მაგრამ რო ვერ ვხედავთ ეგ არის საქმე. ექიმი ჩვენ არ ვიცით, ცუდად გავხდებით, გაგვივლის, არ გვინდა ექიმი. აი ოდნავ რაღაცა აქვს ტკივდება ხო, დავნე გამაყუჩებლის გამიარა მორჩა. შეიძლება ერთი კვირა არ ამტკივდეს და მე კიდე ისევე ამტკივდეს. მე კიდე დავლევ გამაყუჩებელს, კიდე არაუშავს რა, არ უნდა. გამივლის. არ შეიძლება, ნამდვილად არ შეიძლება. ექიმთანაც უნდა მიხვიდე, საჭმელი, კიდეც უნდა დაისვენო, კიდეც ყველაფერი. რო შენ ტვინმა, ორგანიზმმა, ხელმა, ფეხმა, რო იცოცხლო ცოტა დიდი ხანი და რაღაცა დაინახო, ხო? მაგრამ რო არ არის ეგრე, ფაცაფუცით მიფაცუცით, რა ვიცი, დაფაცუნობ. ეხლა მე დღეს მარანი ვიძახოდი გუშინ მარანს დავალაგებ თქო. მაგრამ არა. რაღაცა ვერა და ვერ შევედი მარანში. სამზარეულა მივალაგე და ტოვე ის მარანი. ხვალე დავალაგებ მე დღეს რაღაცა ვერ ვიყავი და დავანებე თავი. ხვალე იქნებ დავალაგო მე დავალაგებ ხვალე. მარანს მე ზეგაკ დავალაგებ და ასე. ერთიანად საქმეს რომ მიადგები ხო და ხანდახან რო ავტყდები ხო აქაც მარანში სახლშიც ეზოც ყველაფერი ერთიანად მინდა გავაკეთო ხანდახან აი ფეხის გადადგმის თავი არა მაქვს ხანდახან აი ისე ვარ რავი რატომ მევასდება ასე მე რა ხან ენერგია მაქვს ხან არა მაქვს ენერგია და ხანდახან გიორგის დეპრესია შემოუტევს გამოჩერჩეტდება ხანდახან აი მე რა მოგრაცხელა დედა შემომიტევენ ხანდახან აუ ოქნა რა ვიცი სარალი სიგრილი გავიგუდე გავიგუდე უფრო გადამდის და სიგრილი გამაჯებას ქალებო ხალხნო ქალებო კაცებო რა ვიცი ხანა არიან ბავშვებო სუყოლას რა ბავშვი რა გვიშვები ბავშვით რა ვიცი მე მეგონა დღეს რამ ხელა ქუხილი იყო და მე მეგონა всё დღეს წვიმა იქნება და იწვიმაში რა წავაზე ვითა თქო მე დაყოფილი ყოს და წავიდოდი გეფიცები რა ცოტა გავგრილდებოდით პოსტა მაგრაცხელი ისი მაგრაცხელი მე საცემ წახვიდეთ 6 ნახათ მიეჩიან დაცინებას მე ძალამელია კაც ექვსის კენწავალ მე მოვალ აი მე დიორავით 6:25 დააკლდება წავალ რა სანამ მოვალ ხო კი ეგრე გიწევია სანამ მოვალ კი დაიწყება ვიძი სანამ შეუმდგავ სანამ გამოუდგავ სანამ დაუყრი სანამ რა აბა 40 გრადუსი რო იქნება და 41 რა დღეს არ იქნება 43 დღესა ვაიმე არ მგონია მქელა კი ნახეცება ანუ შემოხვალ გრილა მაგრამ
არა გრილა. წავით. არსად არა გრილა. გარეთ დავჭდებით ცოტა. ხათარის. მართლა ხათარის. ის მოგწერეთ დასასვენებლად სად მიდიხართ თუ რო ვიძახოთ რაჭაში. მერე სად მივდივართ აღძიძი ლოყოს. სად მივდივართ. ჯერა მივდივართ. ჯერჯერობით არ მივდივართ და მართლა ქეწავათ რაღაცა იქნება რაღაც რა ვიცი. თუ არაფერი გამოხდა მე თუ რა წინათ არ უნდა თქვა არაფერი კაცო მაგრამ მართლა წინას არაფერი არ და აი არ ვიცი. არა რამდენი დავგეგმეთ ეგეთი რაღაც წავიდა ჩვენს. აი ერთი ახლა ბანკას ვაცხდა მე რეალებში წავიდეთ ცოტა გადავიგეთ. ცოტა აკრიდეს გარეთ ვერ გავდივართ ხალხო ისეთი სიტუაცია ქეთუ მოუყუდებით რაღა. ჩავიხუთეთ ეგარი. სუხს უყვარს გარციე. აი ეს სიცხეში დედა. ო მე მიაში მიძები სიცხე კაი სახში გობერი რა და სახში მკლავს და იქ რაღაც მიზავს. გავი ქუჩაში. რომ მიდივარ ზემიდან იოფლის იმიდან რომ დილას წუხე გუში ცეხში რომ შევედინარი მე სიგრილე იყო რა ვიცი. ой ისინი არ ამთიანი. გარეთ გამოვედი დავიხუთე. სანამ პირდაპირ მაგათკე მხარეზე რო გადახვალ იქ სულ მზიარი გადავწვი. სანამ მიხვალ იქამდე გული გიღონდება. კიდე მე ჩვენ იმას რომ მოახლოვდები იმას აქაც მზიარი სულ სანამ მოხვალ ჭიშკრამდე. აი იქიდან რა არის მოსულა. აი ერთ რომ მიდიხარ ნაძვები და ისინია ცოტა სიგრილია. ხო და აი ეს არის რა ქვია. აი ხანამდე მოსულა რა არის. გასი გონ გაგძელდება როცხელა. ხო. იმ სიგძეზე გაგძელდება რომ უძლივ მიდიხარ სახში. მოდიხარ სახში. დამცხა. გულში მიღუნქავანი. შეგონდება გული. ხალხნობა პარაჭაში რო წავიდეთ იმდენ მესავნახავ რაჭაში. შორს კი ვერ წავალ, მაგრამ რა ვიცი. დავჭდები მჟავე წყალთან ამოჩუხჩუხობს. რა იქნება? დაჭდები კი არა ძალიან გიყვარს ახლა სიარული. შენ დაჭდები ჩვენ დაჭდები. არ გიყვარს სიარული. სახლის ბოლოში არის იწყალი, კი არა საზღარგალეთ. მეცქებიც სადაში. დასასვენებლად რომ მიდიხარ სახში რა გინდა? სახში რა. ეჩემ არ უყვარს. პატარები რო ყავდა ლევანს ისინი. ბიჭუნე ლუკა და გუკა და. საერთოდ მე ჩემ დროსაც თქვენ არის. ის აი ეს რიოთან აი ეს ანდრის სურათების ისა. აი ეს გაიყვან და დიდი ქვა იყო უშველებელი და იმაზე დავაჭდინეთ. და სურათი გადაუღეთ. რა არის რა. არ დაბეჭდეს თუ როგორ არის. რა ვიცი სურათებს. ისე უნდა დავეჭდო და ალბომში უნდა იმასე. ხო, კი, ბეჭდა მე ზოგი ბეჭდა. ხო არის ისინი არის სპეციალური სიმიყვიდე და გიბეჭდა. მის რა ადგინა პრინტერები იცილდება სპეციალურ საბჭი. შენ თვითონაც შეიძლება. კი, მაგრამ კომპიუტერში შეყარე და ხო უნდა ბეჭდა. რომელი არის საათი, მაგრამ აქ არის საათი. 5 იქნება. აი 6 საათი ცოტი მეტი არა. აი მე ძა შემოვიდი რომ მეგრილა და არა გრილა.
სიგრილი არა ისე სადარ სიგრილი. არ სადარ სიგრილი არის კონდიციონერი. მაგრამ იქაც ხანდახან გაგაქციებს ისე რომ გაგალი. არ ვარ გაკონდ კონდიციონერი და არც ის არ აქვია. რა? ვენტილატორი. რატო? კონდიციონერი ძალიან აშრობს ხა ეს. ხაეს? ხაეს აშრობს აეს. მართლა აშრობს აეს. დღეს რა რიცხვია გიო? 20 აგონი 20 უშავად კვირას ხდება მე მგონი ჩემი. არა. დღეს ხო შაბათკვირა. დღეს 20 ხვალ 21 და 23 შაბათს. სამშაბათს მე გადავითვალე. ხო, სამშაბათს უწევს. შაბათკვირა ხო არის ახლა? დღეს რანაირად 20? 20-ია დედა. დღეს არის 20 ხარ ხო აბა დაწერით 20-ია დღეს. არ ვნახავთ 20. დაწერე რაღაც მინდა ის რა ქვია. და ნახავ კალენდარში რა მინდა დაწერე. რა კალენდარი არა მაქვს. კალენდარი არ არის ტელეფონში? ტელეფონში ხო. ის კალენდარი ადგინდა რომ გააკეთე. რატო? აია. რა გველის სურათი გავიკარიგდი. ჰა? გველის სურათი. გველის ის ხო ვიყიდეთ. ახლა ის წელი მოდის ხარ ხოლო. ნეტა. მაგასაც ვნახავ. მე მგონი ისევ ღორის ბრუნდება თუ რაღაცი. ღორის? ხო. ღორივი წელი წავაგლახა. ღრუტონის წელი. წელი. ნეტა კაი წელი იყოს არ გვინდა. გლახა. ღორის წელი როდის იყო მე ცუდი. გველის წელია პირიქით გლახა. გველურად მოვიდა. ხო, მაგრამ სისინდა და პალი. ხო, გველის წელია, გველის წელში ვინ არის? შენ? მე ეგრე გლახა ვაგაცო, მე არა ვარ გლახა. მე არა ვარ ხარ ხო გველის წელში ვარ, მაგრამ არა ვარ იგეთი. გველივით არ აქვს სისინე. რაი ჭორაობა არ მეყვარს კიდე. გველივით არ ავჭორაო, გველი უჭორავს. გველს რო ხედავ იჭორავებს რაღაცა რა ვიცი. მაგრამ გველი არის სიბრძნე, გიორგი, სიბრძნე. მაგარი სიბრძნის წელია დედა. დააბრძნილების წელია. ისეთი სიბრძნის წელია რომ არ არის დაბრძნილების, სიცეცხლის წელი მოვიდა რა. სულ ცეცხლის, სულ ომი, სულ ოლომტრიალი რა. და გვანებობს თავი და წავიდეს. Ciao bambino, ახლა ვიდავ მშვიდობები თუ მშვიდობა მოვა. მანი გუწავი შურანი წავიდი დღენი გიო. ნე წაიში რა. დივიდი დღენი, მოვიდი დღენი. ოწავში გავეცევა ჭუჭა. ა ჭუჭა დავეცხა. რაღაცნაირად. რაღაცნაირად. ო, რანაირად? რაღაცა შავი მინდა თითქოს. შავი მწარე. ისა, სულ ჩამოვალი მას გაგიკეთებ, გინდა? რასა? რა ქვია? ჯონჯოლს. არ მინდა ჯონჯოლი არიკა. იყოსო და რა. ჯონჯოლი არ არის შავი. მწარე ხო ხახს. წნელი მინდა. ხახს გავუკეთებ. იმას გავუკეთებ. არ მინდა ცუდად ხდის ჯონჯოლი რა. არა, კარგი ჯონჯოლია, კაცო, რა ცუდად აქ ხდის. ცუდად არა ის აქ ხდის. მოტრაკენ რა. ძალიან მეძინება. ნუ ისინი წახვიდე. ნუ წამიყვან მარტო. აუ. აუ, მეზარება. ადი. ვაი მე გიორგი. აუ, ასე რა კარგი. უი რა კაია გიო, რა კარგია ხალხო. ახალდესად ვიყავი. ესე უნდა ჩაწერო, ჩამეწერა კითხვა პასუხი.
ძილით. ჰა? ძილით. ო, ნახევრად რო გძინავს. აი მე ღმერთო, ორ დღეში მრჩებაო ისა რა ქვია, ზევით გადავს. ორ დღეში, სამ დღეში გამორჩება და ავად ქარ. აუ ძალიან მოწყენილობაა. ქარაკწავარ. არ ხდება რაღაც საინტერესო. არაფერი არ არის არა. საინტერესო. ვინმე გათხოვდით მაინც ხალხო ან ცოლი მოიყვანეთ ან რაღაცა კენით. დავპატიჟეთ ქორწილში. ირამ ხელა მოვაზის თუ რა არის იქ. ხო. შამავიდან ახლა მოვაშინთან და ასე გიზაცა. რა შვენი? აფაფო. თავისთვის ის მე არაფერს ვიზავს ცხელა ისედაც. აფაფო. აი მუბედოს. აფაფო. ხალხო არ გინდათ რომ ვინმე გათხოვდეთ, ა? მოდი ხელი გადამიწიება თუ გადამი. დაძა. რა ძოლა? მე გინდა. ვაი მე რა ხელა ძალა. ეს ხელი მტკი. მოდი აბა ხელი მივაყროთ რომელიც უფრო. აჰა, მოდი. ვაი მე რა ხელები აკეთე. ვაი. ეკაი ასე დაწოლა. სიამონებით წავედოდი ქორწილში მე. ვის ქორწილში? რა შვრები მომატეხე. სხვის ქორწილში ვინმე ისი რა ვიცი. ვიცი. რა ვიცი ვინმე ისი. ვინა შინაურის გარეულის. გარეულის ქორწილში რა მინდა? აბა ვის იქ არც არ ვიცი. ჩვენი გამოწერების? ხო. ნებისმიერი? ნებისმიერის ხო ან გათხოვდეს ან რაღაც აქნას. ნებისმიერი რანაირად ახალგაზრდების თუ ცოტა ხნიერების? ხნიერიც იყოს გაწავა. ოღონდ ქორწილი იყოს და თუ გინდა ბევრი ქორწილში დავა. ქორწილი ერქოს ხო? ხო, ქორწილი ერქოს ოღონდ და გავერთობოდი. ცოტა გავმხიარულდებოდი. არ არის ძალიან მოწყენილობაა. და მე კიდე მოვიწყიდე. ანერ მე მიმეშლება. წავიდეთ იქ. საგმ გადავიდეთ, გადმოვიდეთ. სადა? ხო, დილით რო დავიწყებ წასვლა შეიძლება ის ზემოთ წახვიდე. იარო და ის მინდა აბა იქით მხარეს გავიდე, იქიდან გავიდე, გამოვიდე. თქო ჩიფსები წავიღოთ რაღაცა. არა, მაღაზია ვიძახი კაცო იქრა. იქარა. აბა საგდინა. ის აი სოფოს იმასთან რო გასასვლელი იყო, ნეტა გასასვლელი გააკეთეს. გავიდეთ მე დღეს. მაინტერესებს. გავიდეთ დღეს. დავინახოთ. აბა იქიდან საიდან მოვიდა ის? მე რა ვიცი. მაინტერესებს, რომ წავედი გავიდეთ დედი. ჩვენი ბარ არის, საიდანაც გინდა იქიდან გავიდეთ. მე იქიდან წავიდეთ თუ გამოვტრიალდეთ. დამობრუნდეთ ან წავიდეთ, რა ვიცი. მაგრამ იქიდან ის იქნება რა ქვია. და შორი. სიცხე. შორი. ჯერ შორი იქნება და მე იქ ჩადი და შორი არ იქნება დაცო. იქნება. თუ რამე ლოჭინში გადავხდებით, მაგრამ ლოჭინი ახლოს არა გვაქვს იქით არის. ვერტის ხმა. ვერტის? ხო. რა ვერტი? ამიტომ ვერტი ფრენის. ვერტალიოთ. გუში კიდე რა ხარიგინება დაუშვნოთ. რა? დილადრე აუტყდება ხოლმე. თვით ფრინავს. თხრიხი. ის რო არის ხალხო რეაქტიული თვითფრინავი როა. გადაგვიფრენს, გადმოგვიფრენს და აიო თვინი. ცოტა ხანში ჩამოვიღებ იმას პილოტს. და თვითფრინავს გავუშვებ. თვითფრინავის გარეშე გავუშვებ. რანაირად? ჩამოვსვა თვითფრინავს სახლში და ეზოში და ანდა და სადმე სახლის სახურავზე დავსვალი და სავეძის ხლის სახურავზე. ასე არის სახლის სახურავი დაჭდა. სტორი უნდა. გავასწორებ კაცო. რანაირად გასწორებ თუ დაანგრევ? დავანგრევ ხო? რაღაცა მიკბინა. აბა. აი, ქოღო. არა. აბა. კოპარი, ძალიან მიკბინა. აბლა ბუდა. ალბათ. ძალიან მიკბინა იქ რომ შემოდიოდი კარებში. გიორგი დღეს ვისეინოთ? რა ვიცი ხო? ჰა? ხო.
ყლახათა ვარ. რა ჯანდაბა მიმართება ხოლმე ხალხო მართლა? ყლახათ გუძნობ ხოლმე ხანდახან თავს. მოწყენილობაა გიორგი, არაფერი ხდება ისეთი და იმიტომ. აბა გადი გამოდი. წადი წამოდი მიდი. სტუმარი მოვიდე, ან შენ წახვიდე. სადა? სადმე აბა თუ იქნები ეგრე, კაკა იქნები. ლაკ ლაკ კაკან კაკან ლაკ ლაკ ლაკ. რა დღეს საინტერესო რაღაცები ხდებოდა რა. ხლა აღარაფერი აღარ ხდება. ადრე სტუდენტი იყავი. სკოლაში დადიოდი. ყოველ წუთში გარეთი. აუ ისევ მინდა. სკოლა. სკოლა გინდა თუ სტუდენტი. ორივე. ისე რომ მივიდე. ჰა? სკოლაში. სკოლაში თავიდან ვისწავლე. სკოლა? ხო. ვიცი. სადა გაქობა კერტლი გახოდა, სადა გაქობა? კერტლი მაქვს როგორ არა მაქვს. მე ვიცოდა ჩანს, მე კაი. სადა რა მაქვს? დასაბანი რომ გუში ხო დავიბანე და დასაბანი რომ ხოლმე მაქვს კერტლი. დუში შევიდა. გაუგრილე ცოტა წყალი ისე გემრიელად იბანავა. 3 საათი ვიყავი შიგნით. ნეთბილი წყლით. მე კიდე ცოტა ცივი წყალი მომივიდა. მე მოუშვი, გავაცხელი, ცივი რომ ხდება. ასე ვხვევი. აურა. გეუბნებით მართლა დაფიქრდით, გათხოვდით რომელიმე. ჰა? გასუნიდი. მართლა გათხოვდით დამპატიჟეთ თქვენ კორწილში. კორწილში. რომელ კორწილში გინდა? გოგოსი თუ ბიჭის? მარტო გათხოვება, მარტო ბიჭები. მაგას მნიშვნელობა რა აქვს? ბიჭები არ თხოვდებიან. მე ჯვარი წამოყვებათ, ხო? არა. ხო. საერთოდაც თამა დავიქნები. როგორ გიყოსო? არ დავლებ და ისე ვიქნები. ფხიზელი თამა დავიქნები. სადღე გრძელობები არ ვიცი ოღონდ. გაგიმარჯვოთ და დამთავრდა. სადღე გრძელობის აზრზე არა ვარ. მაიმუნობს ხარ ხო? არ მაიმუნობ, მართლა არ ვიცი სადღე გრძელო. გაგიმარჯვოთ და დამთავრდა. გაგიმარჯვოთ, კარგად იყავით, მაგრად იყავით, ჯიგრად იყავით. ზოგი რომ მოყვება ხოლმე, იქიდან რა ქვია. იმიდან წინაპრებიდან ბოლომდე. წინაპრებს გაუმარჯოს, მაგრად იყვნენ, სადაც არიან, როგორ არიან, რამე. აღამ ახმად ხანის დროიდან მოყვებიან ხოლმე ზოგი და დღეს გაყინული წყალი წავიღოთ. რა აზრია გაყინული წყლის მიტანა? რა გაყინული წყალი გუშინაც წავიღეთ, მაგრამ ძლის გალღვა. რა აზრი აქვს? სახში რო დადებულწმად ჩამოლღვება და წვეთი გული რო არ წაქვსულოდა ესე ვიწვეთავდი. წვეთა და მისხმა რო გინდოდეს წყლის ვერ მიისხამ. ვერა. აურა. უცან დებილური დღეა დღეს. ყოველ დღე, მაგრამ დღეს უარესია. ზამთარში უფრო ხიარულად ავართ რა. ჰა? ზამთარში. ხო. ენერგია გვაქვს. დღეს ისე რა ქვია. რა შევთავაზოთ ხალხს ხელფას რო ავიღებთ გიორგი. მე რა ვიცი დედა.
არაფერს არ შევთავაზებ, სანამ 5000 არ გახდება. კაცრად უთხარი ახლა ხო. გამოწერილი ვისაც იმათთან რა გინდა? არა, ვისაც გაუწერილი არ აქვს, იმას ვიძახი. სანამ 5000 გახდება, არაფერს შევთავაზებ. ვისაც გამოწერილი იმას თავი დაანებდა, ვისაც არა აქვს. ძალიან კაცრი ვიყავი მგონი თუ ახლა ხო. ჯოხი გაგაკლდა და ვსიო რა. ჯოხი აკლდა ხალხო, ჯოხი. ჯოხი რა თვიდა? ასე მოდ. ჯოხი რა თვიდა? მე რა ვიცი ისეთ სიმკაცრეთ თქვი ესე გონია. ისტორიის მასწავლებელი იყო. არ ვიქნებოდი იმას რომ გითხრა ისტორიის მასწავლებელი, იმიტომ რომ არ მიყვარს ისტორია. აბარის მასწავლებელი. ინგლისური ენის მასწავლებელი ვიქნებოდი. ხო, გინდა ინგლისური. ან რომელიმე ენის რა ვიცი. რაც ვიცი. და რაც არ ვიცი, თვითონ შესწავლი. თვითონ სასწავლი, რაც არ ვიცი. Thank you very much. ოღონდაც ისე მაქვს არეული უკვე ტვინი, რომ ქართული მავიწყდება ხოლმე ხანდახან ხალხო. ზლიყინ ზლუყუნ. არ ვიცი, ხანდახან ინგლისურად მეფიქრება ხოლმე. ჩემი ტვინი რაღაცა ინგლისისკენ მიდის ნამეტანი. რაღაცა იქით მიდის კი. რაღაცა ინგლისისკენ მიდის ჩემი ტვინი. ან ინგლისში და ან იმაში, ამერიკაში რაღაცა. რაღაცა იქით მიექანება ჩემი ტვინი ხალხო. People! ტვინი. აუ. თქი. ცოტა კიდე. რატო? არ ვიცი ეგრე მევართება ხო. ამ ტკედება ხანდახან გადამივლის მე. აუ. აუჩ! Oh my god. ვაიმე გუში ამ ხელა დაიყვირა ვიღაცა ხალხო ხმა მოვიდა. Oh my god, იმ ხელა ხმაზე დაიყვირა რა ვიცი. მე რა ვიცი. გარეთ ხო. აქ შემოვიდა ხო? აქ შემოვიდა ხმა იმ ხელაზე დაიყვირა. Oh my god, მეთქი რა მოხდა. რა მე დაემართა. Oh my god. Oh my god, გადუნი. Holy moly. Holy moly. გარი. იგივე oh my god რო არა თუ. Holy moly. Holy moly უღოდ უფრო ჟარგონულადა. Holy moly. Holy moly. Oh my god, გადუნებო. Oh my god. გატოკების ნერვი აღარ არის, ნუ. გაიგეთ. ხო, ახლა გამახსენდა გუშინ ერთი კითხვაც იყო. რომელი საგანი არ გიყვარდა ისავ რა ქვია სკოლაშიო. შენ რომელი არ გიყვარდა? მის რა ქვია? ფიზიკა. მე ქიმია. ქიმია და ფიზიკაც არ მიყვარდა, მაგრამ ქიმია ქიმია და ფიზიკა არ მიყვარდა რაც ვარ. ქიმია რატო არ მიყვარდა? მასწავლებელი მყავდა ძალიან კაცრი და მაგიტო. მე ქიმია არ მიყვარდა. დარც ფიზიკა. არც ერთი მიყვარდა და არც მეორე ხალხო. და ფრანგულს ვერ ვიტანდი კიდე. ფრანგული ჩემი არ იყო. დღემდე არ არის ჩემი ფრანგული. სურვილი არ მაქვს რომ ვისწავლო. არ ფრანგებს არაფერს ვერჩი, მაგრამ ენა არ მოგწონს უბრალოდ. ენას არ სხვათა შორის ფრანგული ენა უფრო დახვეწილია რაღაცნაირად. ლამაზიაო და ლამაზ მე მაგენას ვერაფერი შევატყვე. français. მაგენას მე ლამაზის ვერაფერი ვერ შევატყვე. პირიქით ენის მომტვრევის ენა ლამაზი კი არა.
იმ ფრანსელი ფრანსე შენ ვერ სწავლობ ეთყობა და იმიტომ ტვინი როგორ ვირა სწავლობ კაცო ამორეცხილი ძალიან კარგად სწავლობ უყურე ერთი ამას ეთყობა ტვინი ამოგერეცხა ფრანგულის გამო ვერ სწავლობ და იმიტომ ფრანგულის ადგილი ჩემს ტვინში არ არის იტალიური იტალიური ადგილია კაცო I francese, la francese. იტალიანო Italiano per Rakeni. Il Choida. კინა მეტანი ბევრიდან Gaibina. Sad Gaibina. თაში რა ვიცი მე იტალიური არ გამჭირვებია ინგლისური თავისთავად არ გამჭირვებია Franguli. და კარგათაც ჩავაბარე Franguli. ფრანგულის სკოლაში ის არის რა ქვია არ მეზარებოდა სწავლა ფრანგულის მაგრამ მაინც კარგად ჩავაბარე ბოლოს ყველაზე პირველი ენა რომელია შენთვის? როგორ ყველაზე პირველი ენა. ინი. უცხო ენა ხო. ინგლისური ენა ყველაზე პირველი აი ენებს შორის. ყველაზე პირველი რომელი კაცო რომელი ენა გიყვარს? ყველაზე ძალიან. ინგლისური ენა თქო არა, ენებს შორის ქართულიც შედის. ეგ რა თქმა უნდა ხო მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ინგლისური ენა თქო გითხარი ყველაზე მეტად მომწონს კარგად ესმის კურსს ოღონდ ინგლისური ენა იცი რომელი მომწონს ამერიკული აქცენტი მეორეც მაგრამ ამერიკული აქცენტი ჯობია ის უფრო დახვეწილი და კულტურული ის არის რა ქვია აქცენტი ბრიტანული კულტურული? ხო კულტურსკი? ის არის რა ქვია ცოდნას რო ეძახი ზოგი ციგნი სკოლის ინგლისურს ზოგი რო ეძახის ვიციო ეგ არ არის ცოდნა სალაპარაკო ინგლისურში შეიძლება იყოს სხვა სიტყვა წინადადება იმაში რა ქვია ციგნის ინგლისურში სხვა სალაპარაკო ენა უფრო ადვილია. უფრო ადვილად ახლა თუ ინგლისი თუ არ აი დახვეწილი ენა როა რა ქვია ინგლისური. ბრიტანული ნეიტივები მაინც ისინიც ხანდახან ჟარგონებს იყენებენ ხო და აი როგორც და ის არის რა ქვია ჟარგონს იმაში ვერ ვისწავლით სკოლაში და ვერც ერთ წიგნში კი არ ჟარგონებს ვერ ისწავლენ ეს და ხშირად სხვათა შორის აი რეპერები რომ გერიან ხოლმე ჟარგონებს ბევრს იყენებენ კი ბევრ ჟარგონს იყენებენ და სხვათა შორის ბევრ უზრდელ სიტყვასაც არ დაიმახსოვროთ სიტყვები ძალიან ბევრ უზრდელ სიტყვასაც იყენებენ მაგრამ მაინც უსმენთ რა ვიცი კულტურულად და დახვეწილად. ქართული კინო იმაში რო ელი რა ქვია. რა ქვია მულტფილმი რო არის პეპა გოჭი დახვეწილად ესე რო იძახს რომელიც. ისა რა ქვია ბალეტზე რომ იდის პეპა ხო დახვეწილად. ლამაზად და დახვეწილად დახვეწილად. I'm a Peppa Pig. Pig. This is my little brother George. This is Mommy Pig. This is Wina. Ide. This is Daddy Pig. Ide. მეტი აღარა. This is აღარა ვინ? I'm a Peppa Pig. Pig. დამახსოვრებული მაქვს ტექსტები ხალხო. ზეპირად. This is no. ჰა? No. მე ამის დამახსოვრებული არა. ზეპირად მაქვს ტექსტები დამახსოვრებული. ბავშვები რო ყვავდნენ. ხო. აი მე როგორ ვერ ვიტან.
აი პირდაპირ ეგ მაგის ხმა რომ ესმის პეპასნაირი ვარდისფერი უხდები ხალხო. არა უბრალოდ აი ბავშვები რო ყოდე მიდი გზა ხან პეპას უყურებდით. ამა პეპა პი. და ხან ჰა? ხან პეპას ხან ის რო იყო სიმღერა Baby shark tuturu. Baby shark Baby shark tuturu. რა იყო ეს? Baby shark baby. მე shark tuturu სიზახიან ბავშვები. აუ shark tuturu. ნიკუშა როგორ შებოდა? ასე მოგეთენდა ხოლმე. ხო. Baby shark baby. baby shark baby shark baby. მოკლე ღამეც რო წავიდოდნენ ბავშვები, ღამეც შატუტურუტურუტურუტურუ მელანდებოდა უგუ. დილას გიორგი წეგანო გავიწმინდა სახე იმითი რა ქვია. გუში რო გითხარი, ლეო მიციტინი კი არა ისა. რა ქვია შეგავს. ასპირინით. დავნაყე ასპირინი, გავურიე ცოტა წყალში. მემრე თქო მემრეს რას გადავეკიდე რა ჯანტაბა არის მემრე. საათში წავედით მერე გავურიე ასპირინი წყალში ცოტა წყალში ოდნავ წყალში. იმას ბამბით რა დისკი აღარ ამაგამითავდა და აი ასე წავისვი კარგად ცოტა 15-20 წუთი გავაჭირე და ჩამოვიბანე ხო? არც კი მაგდენი მერე ჩამოვიბანე მერე წავისვი მალა მოკლა. ფოტოჟურნალისტი სახის კრემი. ფოტოჟურნალისტი ისე კარგა გამიწმინდა და გამიპრიპინა სახე. პრიპინსკი დაიწყო პრიპინსკი. ახლა მისვია. ჩაკიდე სახეზე ის მისვია მაზი და აი თითქოს რაღაცა გაგნესილი მაქვს თითქოს. რაღაც აღარ შეიწოვა ჩემმა კანმა. შედი იტყობა ზედმეტი მოუვიდა ჩემკანს. მაზვი. და ადრე რას ვიყენებდი, რაღაცას ვიყენებდი. ლეომიციტინი იყო მე მგონია, ხო? მე რა ვიცი და რაღა მაქვს. ადრე მე ბევრ რამეს ვიყენებდი. დამეკარგა ის ფურსელი, ლეომიციტინი. ის რა ქვია? რაღაც ის ციტინი. ლეომიციტინი. ის რა ქვია? სპირტი, იმის რა ქვია, სამედიცინო. კიდე რა იყო? კიდე რაღაცა იყო. რაღაცა იყო კიდე. ეს ორი მახსოვს. და კაფური მე მგონია. მისტა მოსკა მიკი მაუს. მე მგონია კაფური. მე რა ვიცი რა იყო დედა კაფური იყო თუ ის არა ქვია. წყალური რა ვიცი. აღარ მახსოვს ხალხო. ეს ორი ინგრედიენტი მახსოვს. სპეჩუნა მერია ლეომიციტინი და მესამე რაღა იყო. ლეომიციტინი იყო, ის იყო რა ქვია. სამედიცინო სპირტი. ხო. და ვიცი მეტი. ამის აღარ მახსოვს. კაფური იყო თუ შმაპური არ ვიცი. მე მგონია ეს იყო. აი ჩხინზე რო დაიწვეთებენ და კაფე ამოდის, რა ქვია იმას. წყალბადის ზეჟანგი. ხო, მე მგონია იგი იყო კიდე. სამი შენარევი ქონდა და რომელი ეს ორი მახსოვს. კიდე ერთი რაღაცა ეგ რო იქაფება რო თაფი რო ამოდის. კიდე სხვა რაღაცაც არის. რა? ის მოყვითალოა ცოტა. არა, ის არა, ის ბრალუჩე. ყვითელი რო არის, ხელები ჭრილობა რო გაქვს ისე. ის რისი? ისა. რა ქვია? რა ქვია და მოვიწდა. სითხი არის. აი დასიებული რო გაქვს ფეხი მაგას იდებ. და მოვიწდა. ხო, მაგ რაღაცას იდებ ხო. ხო, ის ჭრილობის არის კაფური უფრო აი ჩირქი თუ ჩირქი რო ამოიტანოს. ხო, სადმე თუ გაქვს და ის დასიებული რო გაქვს იმ შემთხვევაში. რაღაცა ქვია მაგ ყვითელს, ვაიმე. და რა ვიცი, აღარ მახსოვს. აი ტვინის ამორიცხვა ის არის. ვაიმე. ვაიმე. ელახათ არის. გლახათ არის საქმე. საათი. არ ვიცი ხარ ხო დამავიწყდა. თქვენ თუ იცით თქვით. დაგვიწერეთ. ყვითელი არის, ხელზე ისვამ, როცა გასიებული გაქვს. ფეხზე ან იცვა კი არა, ისვა უფრო სწორად. რას იცვა? ან ფეხზე ან ხელზე რა ვიცი.
რა ქვია არ ვიცი ჩემი თმები კიდე რანაირად არის არ ვიცი აი ხალხო და მაგას. ხალხო აი ჩემი ეს არის ფარდა ესე ხო არის არ ვიცი ხალხო და დივი მარცვლა ახლა თვარო გავალ მოდი ახლა გიორგი დავიმშვიდობ წივი დავიმშვიდობ დედი რა შვები თავ შემომარტყა აუ რა კარგია მოდი ახლა დაგემშვიდობებით ჩემო თვილებო და ტკბილებო წავედით 1 საათს გაიხარეთ გამბრავდით გაბედნიერდით ყველაფერი საუკეთესო გქონდეს თქვენ ოჯახებს თქვენ შვილებს ასევე ბავშვებს ასევე ყველას კარგად იყავით მაგრად იყავით გვიყვარხართ გვიყვარხართ გვეიმედებით და აბაჰე და აბახო კარგად დაგემშვიდობებით მომავალ ვიდეომდე აბაჰე აბაჰო კარგად იყავით ვაითავბრდა მეყვა კარგად იყავით მაგრად იყავით ბაი ბაი ჩემი ბაი დამშვიდობება იქ ბაი აი